მოგესალმებით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო ცოტა განსხვავებული იქნება. როგორც იცით, კატების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე ეს ვიდეო მივუძღვნა ვიდეო თამაშებს და ანიმაციებს კატებს. დავიწყებ ვიდეო თამაშებით. 3 განსაკუთრებული ვიდეო თამაში გამახსენდა და ვეცდები სამივე მათგანზე სპოილერების გარეშე ვილაპარაკო. თუ თქვენ გახსენდებათ უკეთესი ან უფრო საინტერესო თამაში, სადაც კატებს განსაკუთრებული როლი აქვთ, დამწერეთ კომენტარებში და ვითამაშოთ. ოღონდ ნეკოაცუმე და კეთქვესტები არ იცვლება. ზუსტად ისეთივე ღრმაში ნარსის უნდა იყოს, როგორებიც ჩემს სამეულში მოხვდნენ. პირველი კონკურენტო, რა თქმა უნდა, სტრეია. გემახსოვრებათ, რამდენჯერმე გავსტრიმეთ კიდეც. ეს თამაში ალბათ ყველაზე ცნობილი თამაშია, სადაც კატა არის მთავარი პერსონაჟი. მოკლედ რომ ვთქვათ, ვინც არ იცით, მოთამაშე მართავს კატას, რომელიც მიტოვებულ ქალაქში ხედიალობს. მას არ ახსოვს საკუთარი წარსული და ცდილობს გაერკვეს არსებულ სიტუაციებშიც. ამ ქალაქის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალი არსებებისაგან დაცლილია. და ფისოს, ვინც გზად ხდება, ყველა რობოტია. კიბორგი თუ რაღაც ეგეთი. ის, რაც განსაკუთრებულობას ძენს ამ თამაშს არის ვიზუალური გრაფიკა და ის, რომ ინტენსიურად არის წარმოჩენილი კატის მოძრაობა და ქცევა. რაც გეხმარება სრულიად სხვანაირად განიცადო და ჩაწვდე შენი პერსონაჟის ფსიქოლოგიას და რაც მთავარია იხსნა ქალაქი. საკმაოდ დრამატული და ჰორორ თამაშია Secret Ladies, სადაც მთავარი პერსონაჟი 40 წლის მარტოხელა, მარტოსული ქალია, Susan Ashworth. სამეზობლოში კატებიან უცნაურ ქალად მოხსენიებული. მასთან ჯავს მუდმივი დეპრესია და მიდრეკილია სუიციდისაკენ. თამაშის პირველი სცენაც სწორედ მისი წარუმატებელი სუიციდით იწყება. რაც შეეხება კატებს და მათ როლს ამ ვიდეო თამაში საკმაოდ ღრმა და მეტაფორულია. სუზენი განიცდის შიშებს, ღრმა დეპრესიას და მარტოობას. მისი ერთადერთი კომპანიონები კი მხოლოდ კატებია. რაც სიმბოლურად ამ ქალის ემოციების პერსონიფიცირებადაც შეგვიძლია აღვიქვათ. ყველაზე ხშირად გვხვდება ფისო მაგდა, რომელიც თავდაპირველად ალბათ ასოცირდება სიუზენის არალოგიკურ ემოციებთან და უიმედობასთან. მერე კი ყველაფერი იცვლება. მაგდას გარდა ბევრი სხვა კატა გვხვდება თამაში და ყოველი მათგანი სიუზენის ემოციების პერსონიფიცირებული ანარეკლია. თამაში მდორეა და არ არის ექშენი. მოთამაშე თითქოს ბევრს ვერაფერს ცვლის და მხოლოდ ისტორიას მიყვება. თუმცა შინაარსობრივად და დრამატურგიულად საკმაოდ საინტერესო ჰორორ თამაშია. ნერვები გეყოფათ. ბოლოს კი ღამე ტყეში, Night in the Woods. თავარ გმირს მაიბოროვსკის, რომელიც არის კატა, სიღრმისეულში და კონფლიქტები აქვს. იგი დაბრუნდება სახლში და ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა მის ცხოვრებაში და რატომაა ის ასეთი დაკარგული. ის განიცდის დეპრესიას, იზოლაციას და სტრესს, რაც ხშირად გვხვდება როგორც პერსონაჟებში, ასევე მათი შინაგანი სამყაროს გააზრებისასაც. ეს თამაშები მიუხედავად მათი სიუჟეტის და ჟანრის განსხვავებულობისა გარკვეულ პარალელებს მაინც ამჟღავნებს. ყველა მათგანში ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთს მჭიდროდ დაკავშირებული თემები გვხვდება. ემოციური სიღრმე, შიდა ბრძოლები, მარტოობა, გარეგანი და შინაგანი სამყაროს ურთიერთკავშირი და პერსონაჟების მოქმედებები. ამ თამაშებიდან თითოეული განსხვავებული გზით, მაგრამ ერთი საერთო მიზნით გვიამბობს ისტორიას გადარჩენაზე. ემოციურ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, სადაც მთავარი პერსონაჟები ცდილობენ დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი არსებულ სამყაროში. ახლა კი ანიმაციის დროა. ძალიან ბევრი ანიმეს გახსენება შემიძლია, სადაც კატებს განსაკუთრებული როლი და საკმაოდ მნიშვნელოვანიც კი აკისრიათ. თუმცა მაქსიმალურად გამოვცხრილე და გამოვხშირე ქვეყნების მიხედვით და მხოლოდ 4-ზე ვილაპარაკებ.
იაპონური ანიმეებიდან რატომღაც კატის დაბრუნების, Black Cat-ის და Doraemon-ის თუნდაც კიკის Delivery-ის ფონზე შედარებით ახალი ანიმე Whisker Away შევარჩიე. ანიმე მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც ძალიან იმედგაცრუებულია თავისი ცხოვრებით და ურთიერთობებით. ერთ დღეს ის მაგიურ ნიღაბს იპოვის, რომელიც მას საშუალებას აძლევს კატად გადაიქცეს. როდესაც მიო ამ ნიღაბს იყენებს, მას ეძლევა შესაძლებლობა გაეცალოს გარემოცვას და შინაგან პრობლემებს. კატად ქცევას ის ერთგვარ სტალკერობაშიც იყენებს. ბიჭთან, რომელიც მოსწონს ამ სხეულით, შეუძლია მასთან იმაზე მეტად მიახლოება, ვიდრე რეალური სახით. და ეს მას აბედნიერებს. თუმცა ყველა მაგიას ხომ საფასური აქვს და შესაბამისად არც ამ ნიღაბის მაგიური შესაძლებლობებია უფასო. მაგრამ არ დაგასპოილერებთ. საკმაოდ საინტერესო განვითარება აქვს. მეორე ანიმაცია არის Lucky. იგივე იყვალი. ამ ანიმაციას გვერდს ვერ აუვლიდი, რადგან ირლანდია ჩემი მეორე საყვარელი ქვეყანაა. დავგიჟდები მათ ლეპრიკონებზე. ამ ანიმაციის მთავარი პერსონაჟი არის ყველაზე უიღბლო გოგონა, უპატრონო ბავშვთა სახლიდან, რომელიც ისე გახდა სრულწლოვანი, რომ არავინ იშვილა. მის გარშემო უცნაურად უიღბლო მოვლენები ხდება. გვიჭდება ელექტრომოწყობილობები, უმიზღე ზოდი, კეტება და არ იღება საკეტები, ავტობუსი იგვიანებს, ან საერთოდ არ მოდის, არ ეკავს მოღვიძარა და ასე შემდეგ. გოგონას ცხოვრება სრულიად საპირისპირო ტრიალდება, როდესაც ქუჩაში შავ კატას შეხვდება და სენდვიჩს გაუნაწილებს. რის შემდეგაც პოულობს იღბლიან მონეტას, რომელსაც კატა კარგავს. სწორედ ამ შავ კატა ბობთან შეხვედრის შემდეგ იწყება გოგონას დიდი და მისტიკური თავგადასავალი ახალ ფანტასტიკურ სამყაროში. ბობი მისტიკური კატა, რომელიც ერთგვარად სიმბოლოა იღბლის და შემთხვევითობის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი სემი თავიდან მას სერიოზულად არც კი აღიქვამს, საბოლოოდ ბობი აღმოჩნდება მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა და დამაკავშირებელი ხიდი იღბალსა და უიღბლობას შორის. ის არის მეტაფორა დებულებისა, რომ იღბალი ზოგჯერ შესაძლოა ყველაზე დიდი უიღბლობით იყოს გამოწვეული. ძალიან კარგი ანიმაცია, კომედიური ელემენტებით გაჯერებული და არ მინდა ბევრი სპოილერი წამომწდეს, ამიტომ არ გჩერდები. და good luck. ვისაც არ გინახავთ, უყურეთ, ვინც ნახეთ კომენტარებში გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. მინდოდა 4-ეულში ანიმაციური სერიალიც მომეხსენიებინა, რატომღაც იმედგაცრუების ნაცვლად, სადაც არსება, რომელსაც ძალიან ვაიგივებ კატასთან და ის სინამდვილეში დემონია, არჩევანი გავაკეთე ჩემი ბავშვობის მოგონებასთან. ბავშვი კატის წინააღმდეგ Kid vs Cat. გემეხსოვრებათ. საკმაოდ კომიკური ანიმაციური სერიალია. ტომი და ჯერის, კოიოტის და მიმის, სილვესტერის და თვითის ვაიბებით. ერთი გარბის მეორე აწვალებს მისდევს და ასე შემდეგ. ანიმაციაში მთავარი პერსონაჟია ბავშვი კუპერი და უცხოპლანეტელი კატა, რომელიც კუპერის უმცროს დას ეკუთვნის და გოგონა გიждდება თავის კატაზე ისე უყვარს. სიუჟეტი კი ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, მაგრამ მასში ფანტასტიკასა და კომედიასთან ერთად გვხვდება დამახასიათებელი ბავშვური ელემენტები. ძირითადი კონფლიქტი პატარა ბიჭს და მისი დის კატას შორის მიმდინარეობს. კატა არის მაღალტექნოლოგიური უცხოპლანეტური ქმნილება და მას აქვს დიდი ამბიციები, სამყაროს დაპყრობა სურს. რასაც ამჩნევს ბავშვი და ცდილობს მის გამოაშკარავებას. მაგრამ ამას ისე ღიად და ლაღად ვერ აკეთებს, რადგან არ სურს საკუთარი უმცროსი დის ილუზიების დამსხვრევა, რომელსაც ასე ძლიერ უყვარს თავისი კატა. მეტაფორულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს კატა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი ბოროტება, ჰუმანურობისგან დაცლილი ხელოვნური ინტელექტი, უემოციო არსება, რომელიც ცდილობს საკუთარ მიზანს მიაღწიოს ყველა არსებული ამორალური გზით. მაგრამ კატის პერსონაჟის სიღრმისეული განხილვისას რამდენიმე ეპიზოდში მკაფიოდ შევამჩნევთ, რომ
ეს ბოროტი და უმემეცო არსებაც კი შინაგანად რაღაცნაირად სენსიტიურია და გააჩნია გრძნობებიც. თავდაპირველად გვეჩვენება, რომ კუპერის და კატას მხოლოდ შესანიღბად ჭირდება და ამ სამყაროში ცხოვრების გასამარტივებლად. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მას ყველას ძულს დედამიწაზე ამ მახინჯი პატარა გოგონას გარდა და ეს ფაქტი საკმაოდ ბევრ ეპიზოდში იკვეთება. ანიმაცია კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე ცივ და ემოციებისგან დაცლილ არსებასაც კი შეგვიძლია მოულბოთ გული, რომ მასაც გააჩნია გრძნობები და შეუძლია სიყვარული. რამდენადაც უნდა ეცადოს ამ ემოციების დამალვას. ჩემი საყვარელი ეპიზოდია, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, როგორ ენატრება ოჯახი ამ ბოროტ არსებასაც კი. ბოლოსთვის კი შემოვინახე სულ ახლახან ნანახი ანიმაციას შაუმე. სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ეს ანიმაცია გახდა ინსპირაციის წყარო ამ ვიდეოს ჩასაწერად. მინდა გაუჩერებლად ბევრი ვილაპარაკო ამ ანიმაციაზე, მაგრამ სპოილერების გარეშე ეს ძალიან გამიჭირდება, ამიტომ შევეცდები ასე არ ვქნა. დავიწყებ ანიმაციის ვიზუალური ნაწილით. მასში არსებული პერსონაჟების სახეები სულაც არაა დახვეწილი და გლუვი დიზაინის. ბავშვობაში რომ ვიდეო თამაშობდით, ისეთი კვადრატული თავპირი აქვს. თუმცა ეს არაფერს ცვლის პირით. ეს ავტორის ერთგვარი ხელწერაც კია. მის სხვა ნამუშევრებში გვხვდება ხოლმე მსგავსი. განსხვავებით პერსონაჟებისაგან გარემო ბევრად რეალისტურად არის დახატული. ზღვის ტალღები, მცენარეები, ნავიც კი. ეს ანიმაცია ლატვიურია. თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას, რადგან ანიმაციაში პერსონაჟები ჩვენთვის გაუგებარ ენაზე. საკუთარ ენაზე მეტყველებენ. მიაუ. რაც შეეხება სიუჟეტს, ჩემი აზრით პოსტ-აპოკალიფტურ სამყაროში ვითარდება. შესაძლოა წყლით მოცული სამყარო აპოკალიფტური სცენარია, სადაც ადამიანებმა ვეღარ შეძლეს გადარჩენა ან გარემოში ადაპტაცია. მხოლოდ ცხოველები გადარჩნენ და მათ უწევთ ახალი სამყაროს შექმნა. ანიმაციის მთავარი პერსონაჟია შავი კატა, რომელიც ცდილობს შეეგუოს გარემოს და იცხოვროს კატური ცხოვრებით. ანიმაცია არ არის უბრალოდ კატაზე და მის თავგადასავალზე. ის ბევრად უფრო ღრმა მეტაფორული ნამუშევარია, რომელიც ეხება ბუნებას, ურთიერთობებს და თვითგადარჩენის ინსტინქტის საკითხებს. უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, სიუჟეტში მოულოდნელად ხმელეთი ცუნამის მსხვერპლი ხდება და იწყება წყალდიდობა. ფისო სასწაულებრივად გადარჩება და მოხვდება ნავზე, სადაც გაიცნობს უცნაურ ცხოველს. ვერ დავადგინე ზღვის გოჭია თუ რაჯანდაბა, მაგრამ საყვარელია. ფილმის მთავარი კონცეფცია წყალდიდობა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიური კრიზისის მეტაფორა. კატა როგორც მთავარი გმირი სიმბოლურად შეიძლება გამოხატავდეს იმ მარტოხელა ინდივიდს, რომელიც გაურბის გლობალურ კატასტროფას. მისი ნავზე მოგზაურობა და სხვა ცხოველებთან შეხვედრა კი გვახსენებს ეკოსისტემების ურთიერთკავშირს და დამოკიდებულებას. დროთა განმავლობაში ამ ნავზე სხვადასხვა ცხოველები გროვდებიან და იკრიბებიან, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც როგორც წესი ერთად ვერ ძოვენ ხოლმე, მაგალითად ძაღლი და კატა. ნავზე სხვადასხვა ცხოველების შეკრება გადატანითი მნიშვნელობით წარმოგვიჩენს განსხვავებულ პერსონაჟთა თანაცხოვრებასა და თანამშრომლობას. მიუხედავად მათი ფიზიკური და ემოციური განსხვავებებისა, ისინი იძულებულები არიან ისწავლონ ერთად ცხოვრება, იმისთვის რომ გადარჩნენ. ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ერთიანობის და თანამშრომლობის საჭიროების ნარატივი, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია. ფილმში წყლის მუდმივი მოძრაობა გვიჩვენებს ცვლილებებისა და მათი მიღების აუცილებლობას. ეს ანიმაცია გვასწავლის, რომ ცხოვრებისეული სირთულეები კი არ უნდა შევაჩეროთ, არამედ სწორედ მათთან ადაპტაცია გადარჩენის მთავარი გასაღები. ანიმაცია გამორჩეულია მინიმალიზმით და სიმბოლიზმით. ფილმს აქვს უნიკალური რიტმი. იგი ნელ-ნელა იწყება და თანდათანობით აახლოვებს მაყურებელს კრიტიკულ წერტილამდე. ხმოვანი დიზაინი და მუსიკა ხელს უწყობს ფილმის ემოციურ აღქმას. წყლის ხმა, ხანდახან სიჩუმით შეწყვეტილი, ხაზს უსვამს სიმშვიდეს, სევდას და ზოგჯერ დაწაბულობასაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმის სიუჟეტი ერთდროულად
პირდაპირიცაა და ღრმად ალეგორიული. კატა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ჩვენ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი ვართ გავუმკლავდეთ ბუნების ძალებს. ნავი განასახიერებს უსაფრთხო სივრცეს, იგივე ნავს აყუდელს ან საკუთარ ნაჭუჭს, რომელშიც პოულობთ ერთადერთ სიმშვიდეს, მაგრამ რომელიც ასევე საჭიროებს ურთიერთდახმარებას. ან მარტო არ იმართება. წყალი კი თავისი სიმშვიდითა და საშიშროებით თავად ცხოვრება, მუდმივად ცვალებადი და გაუთვალისწინებელი მოვლენებით სავსე. ფილმი ასევე ეხება მარტოობის და კომუნიკაციის თემებსაც. კატა თავიდან მარტოა, ისევე როგორც სხვა ცხოველები, მაგრამ საბოლოოდ ისინი ერთად აყალიბებენ მიკროსაზოგადოებას. ეს გვასწავლის, რომ გადარჩენისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია კავშირების დამყარება და სხვების დახმარება. ცოცხალი ორგანიზმები ხომ სოციალური არსებები ვართ. საბოლოოდ კი მინდა ვთქვა, რომ ეს ანიმაცია ერთნაირადაა განკუთვნილი როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც. ვფიქრობ, ნებისმიერი ასაკის ადამიანი მიიღებს მისგან სიამოვნებას. ფილმი ნაზავია უბრალოებისა და სიღრმის, რაც მას ნამდვილად გამორჩეულ ნამუშევრად აქცევს. ფილმში ადამიანების არარსებობა გამიზნული სიმბოლიზმი მგონია. ეს თითქოს წარმოადგენს ბუნების გათავისუფლებას. ადამიანების არყოფნა შეიძლება მიანიშნებდეს ბუნების გამარჯვებას და აღდგენას, რაც შესაძლებელია კლიმატური ცვლილებების ან ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი იყოს. ფილმი შეიძლება იყოს ერთგვარი გაფრთხილებაც, რა შეიძლება მოხდეს თუ ადამიანები არ იზრუნებენ ეკოსისტემაზე და ბუნებაზე. ანიმაციაში ძალიან ლამაზადაა გადმოცემული ერთი სცენა, რომელიც ლაპარაკით სპოილერი იქნება და ამიტომ არ მსურს. მიხვდებით რა გულისხმობ? ჩიტის სცენა, ემოციური წიხლი ჩამცხო. ფილმში განსაკუთრებულად არის გადმოცემული მეგობრობის და ერთობის ძალა. ნავზე დამეგობრებული განსხვავებული ცხოველები ხმელეთზე დაბრუნების შემდეგ სრულიად იცვლიან ნირს და ხდებიან მეგობრობის მაგალითი. ესაა გზავნილი, რომ ჭეშმარიტად სამეგობრო წრე ყოველთვის მტკიცეა. მაგრამ წრეში შემოკედლებულნი წრის რომელიმე წევრის მხრიდან საკმაოდ გრძელ ანიმაციაში, სადაც ერთი სიტყვაც კი არ ითქმის ჩვენთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ მოსაწყენი მაინც არ არის, ვფიქრობ ნახვა ღირს. ავტორს ძალიან კარგად ყავს ყველა სახეობა შესწავლილი და ფილმში ადგილ-ადგილ გვაჩვენებს მათი ხასიათის თვისებებს და ინტერესებსაც. ან მაგალითად კატის თამაშობები, დაღლის ინსტინქტი და ჭრელვა ნივთებისადმი განსაკუთრებული ტოლვა ლემურია მე მგონი. ლაპარაკს თუ გავაგრძელებ რამე სპოილერი მომწდება, რაც ძალიან არ მინდა. ძალიან. ამიტომ გავჩერდები. და თქვენს აზრებს დაველოდები კომენტარებში. ხო და სხვათა შორის ჩემი ახალი წიგნის პირველი რომანის მთავარი პერსონაჟიც შავი მოხეტიალე კატაა. ქუჩის. შეგიძლიათ წაიკითხოთ და გამიზიაროთ თქვენი აზრი მის შესახებ. აბა, ჩაგკოცნეთ და ეგეთეთ. Bye.